თითოეულობაზე დასავლეთ საქართველოში საუბარს ვიწყებთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთან ბესო ქათამაძესთან. მოგესალმებით, მადლობა რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. გითხარით ახლა სად იმყოფებით და ზოგადად მოგვაწოდეთ ბოლო ცნობები, რაც თქვენ გაქვთ მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მადლობა ჩართისთვის. ნამდვილად არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა გურიაში. მე ახლა გერთვებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დეპუტატიც ვარ. უკვე მერვე დღეა შუქი არ აქვს სოფელს. წყალიც ამ შუქზეა დამოკიდებული ცენტრალური მიწოდება არ ირთვება და წყლის დეფიციტია უკვე დაბაში. ასევე შინდაგზების პრობლემა არის ადამიანებს პირველად დახმარებისთვის, სამედიცინო სასწრაფო დახმარებას მიცვლა უჭირს და მაგათ ხელით გვიწევს ადამიანების გადაადგილება. ცენტრალური გზაც სადღაც 80 სანტიმეტრის ზემოთ არის გაწმენდილი და ერთი მაღალი გამავლობის ავტომობილი ყავს სოფელში, რომელიც საჭიროებისამებრ ვიყენებთ. სხვა დანარჩენ შემთხვევაში არც ერთი მთავრობის წარმომადგენელი ამ მომენტისთვის არ არის დაბაში ნამყოფი და არც ერთი პრობლემა ადამიანებს თუ რა უჭირთ არ არიან საქმის კურსი არიან ფაქტობრივად, მაგრამ 12 წელს რო დავრეკოთ ვერ გვიწევენ შესაბამის დახმარებას. მოსახლეობას სადაც ადამიანებს კრიტიკულად არიან მძიმე მდგომარეობაში ეს ონკოპაციენტები და დიალიზის პროგრამაში მყოფი პირები ხელით გვიწევს გზის გაწმენდა, რათა ისინი შესაბამის სამედიცინო პუნქტში გადავიყვანოთ. არის უკვე საკვები პროდუქტების პრობლემა, პურპროდუქტების, ასევე მედიკამენტების პრობლემა იმ ადამიანებზე, ვინც გულსისრგავთა დაავადებებს და უკვე ამ დილით 10-მდე ადამიანმა მომმართა, რათა ეს მედიკამენტები როგორმე რაიონულ ცენტრამდე მივიდეთ, რომ შეუძინოთ. ამ მომენტისთვის ეს არის ალბათ ჩემ კადრში ხედავთ ეს ცენტრალური გზა თუ რამესი ჩანს გაწმენდილი ადამიანები მიდიან და შემდგომში შიდა საუბნო გზა, რომელიც ფაქტიურად საცალფეხო ბილიკია ავტომობილის სადაც ჩანს ეგ მაგ მიმართულებით და ერთი მძიმე პაციენტი ყავს. ახლა მოსახლეობა შეიკრიბება და ცოტა ყინვა იყო თოხელ და უნდა დავიწყოთ სადღაც 600 მეტრი გზის ხელით გაწმენდა. მძიმე ვითარება არის და არც ტექნიკა არ ჩანს. მთელი მთავრობა გენერალური შტაბის თავდაცვის ძალების ეგიდი ჩართულები არიან მუნიციპალიტეტში, მაგრამ ვიღაცაები დაკატაობენ სკუტერებით. თალაკვაძის ეს კადრი, აკონტროლებს იქ სიტუაციას, რა სტატუსით არის ამ პროცესში ჩართული და რაიმე შედეგზე თუ გადის მოკლედ, ნახეთ ეს კადრი, რომელიც მთის ამბებმა გაავრცელა. შედეგზე გასვლა იქნება ადამიანებთან დროული მისვლა. კარგი, პირველი ერთი დღე, ორი დღე ვერ მივიდნენ, ვერ გაანალიზეს და ვერ შეაფასეს მოცემული სიტუაცია, ვერ გაიყვნენ სინოპტიკოსების პროგნოზში, არ შექმნეს შტაბი, მაგრამ 8 დღეა უკვე ესეთი მდგომარეობა არის მუნიციპალიტეტში და ჩამოვიდა ბიჭი თბილისიდან, რომელიც დაკატაობს თოვლმავალით და იქ ადამიანებს საკვები პროდუქტების პრობლემა აქვს და მე მინდა თქვენი ეთერით ვისარგებლო და მოხალის ყველას დიდი მადლობა უთხრა, ვინც ჯუმაჩი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აკეთში დადიან 24 საათი და ადამიანებს ეხმარებიან უანგაროდ და ისთვისაც მათ უღრმესი მადლობა. ეს ადამიანი იყო იმისთვის, რომ იკატავა, იქ შეხედა გზა იყო თუ არ იყო. ეხა არ არის მთავრობის წარმომადგენელი, რა სტატუსით იმყოფება გაურკვეველი, ალბათ მერია, მისი ძმა და მისი ძმის მხარდაჭერისთვის არის მუნიციპალიტეტში ჩამოსული, მაგრამ ისინი უნდა მივიდნენ ადამიანებამდე და არაერთ ადამიანს უჭირს სოფელი ჩრომა არის ესეთი, სადაც არის ყველაზე რთული დრამატული სიტუაცია მედიის ფოკუსშიც რომ იყოს ეს ტერიტორია განსაკუთრებით. ეს არის ახლა მთელი სიმძიმე, რაც შეიძლება ვთქვა, ეს არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები, ჯუმათი, სადაც არაერთ სიცხიანი ბავშვია მუნიციპალიტეტში და სოფლებში და გზაც კი არ არის გაწმენდილი და სოფელი შრომა, ეს ორი, სადაც 60 სახლი არის ჩანგრეული ამ დიდთოვლობის გამომდინარე და 60 ოჯახი დარჩა უსახკაროდ. ეს ორი მუნიციპალიტეტი ეხა ოზურგეთში მეტნაკლებად სტაბილურდება სიტუაცია, თუ ცოტას მოინდომებენ და მძიმე ტექნიკას ჩართავენ, რომ სოფელში მისასვლელი გზა აღდგეს, მონდომების საკითხია უბრალოდ, კეთილი ნება უნდა გამოხატონ და უნდა იმუშაონ ამისთვის. ეხა ვერ ვიტყვით, რომ არ მუშაობენ, მაგრამ პრემიერი რო ჩამოვიდა, სადაც უნდა გადაადგილებულიყო მთელი ტექნიკა მხოლოდ იმ გზას წმენდა და ეს არ არის ის, რაც ადამიანებს სჭირდებათ. ადამიანებს დღეს სჭირდებათ რეალური დახმარება, ეს იქნება საკვები პროდუქტები თუ
თუ მედიკამენტები და ცენტრალური გზის გაწმენდა რომ თვითონაც შეძლონ დამოუკიდებლად შეძენა რაც ჭირდება და ამის პრობლემა გვაქვს დღეს. ანუ არის შესაბამისად არის წმინდება და რეაგირება არის დაგვიანებული რიგ შემთხვევებში და ვერაფერი ვერ ისწავლა ამ ხალხმა ვერც ერთი ტრაგედიიდან ვერც ერთი მძიმე სიტუაციიდან ვერ ისწავლეს დროული რეაგირება და ადამიანებთან მისვლა ისეთ დროს როცა ადამიანებს ჭირდება აი გვეუბნება გამოიდარებს და მოვალთო როცა გამოიდარებს და თოვლი აშრება ყველა ადამიანი მიხედავს თავის თავს და ეგ არ იქნება სრულად იმის პრობლემა რომ მათი დახმარება გჭირდება აი პირველად მივხვდი გუში როდესაც ერთი კორპუსი ჩაინგრა ჩემს სოფელში როგორ რეკავდი აი 112-ზე მერთან მოადგილეებთან და არავინ ანუ რეაგირების მომხდენი არ იყო ეს არის კატასტროფა როცა ადამიანები ვერ ახდენენ იმას რაც შეიძლება მათ საჭიროებებს ჭირდებოდეს ანუ რეაგირების პრობლემა აქვს აი 112-დან რა არის პასუხი შეგიძლიათ გითხრათ რა შეუბნებიან 112-ზე დაურეკეთ ალბათ გუშინ 5 ჯერ არაერთხელ დარეკა იმ კორპუსის მაცხოვრებლებმა რომელიც ჩაინგრა გუშინ ისინი ამისამართებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას გამოგიგზავნითო და ეს ბრიგადებიც ვერ მოუვლენ დანიშნულების წერტილამდე თუ ამის მართლა რეალურად გამოგზავნიან შემდგომში სამაშველო სამსახურთან გამისამართებენ და შემდგომში მერიასთან და რეაგირების ანუ 8 საათის შემდეგ მოახდინეს რეაგირება მერიის წარმომადგენლებმა რომლებიც დანგრეულ კორპუსთან მივიდნენ და ხალხს აქტიურად პასუხები მოსთხოვეს მოხუც ქალბატონებს და ერთი ბიჭი დაბრუნდა ბათუმიდან შეძლოდა ჩამოსვლა იმას რომ სახურავი როგორ ვერ გადმოთოვლეთო ანუ წარმოიდგინეთ 2000 კვადრატი უნდა გადმოეთოვლათ სოციალურ დაუცველებს და 70 წლის ასაკის შესულ ადამიანებს ამას ითხოვდნენ და როცა ფილე გასკდა იქ ბეტონის საფარი სახურავზე ამისთვის დავრეკეთ რომ ანუ ან გადაყვანა მოხდარიყო ან რისკი ჯგუფად შეფასება მოხდარიყო და ამის შეფასებელიც არავინ არ არის ისინი სხვა რამეს არ ითხოვდნენ ამას ბოლოს გითხარით მოხალისეების როლზე აი რა პროცესში არიან ჩართულები თქვენი მუნიციპალიტეტის მაგალითზე აი მოხალისეების როლი მართლაც აი ამ პროცესში არის აი გაუზომავია მათი მართლაც თავდადება და მათი ღვაწლი ამ მიმართულებით რომლებიც ყველა სოფელში აი ყველა დასახლებულ პუნქტში შეუძლებელიც კი არის ზოგ ადგილებში მისვლა აი 10 კილომეტრი 15 უნდა გაიარო 2 მეტრ თოვლში და ეს ადამიანები ახერხებენ და შეძლეს რომ მივიდნენ დანიშნულების წერტილამდე და ადამიანებისთვის იმედი არიან და მადლობა მაგ ყველა ადამიანს ვინც აი დედაქალაქიდან ჩამოვიდა და უკლებლივ ყველას დიდებულ საქმეს აკეთებენ გურიისთვის ამ ძიმე დროს. კეთილი. დიდი მადლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესო ქათამაძე პასუხობდა ფორმულას კითხვებს.